უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება, რა ენერგიებში იქნებით. კონცენტრირეთ მხოლოდ საკუთარ თავზე. ერთი კვირის განმავლობაში. ამ ერთი კვირის განმავლობაში ენერგიები საკმაოდ მშვიდია, ესე ვიტყოდი. დიდი ტრანსფორმაციები არ ხდება, მეტნაკლებად ესეთ გარდამავალ პერიოდში ხართ, შესაძლებელია რაღაცა სიტუაციების მოლოდინში ხართ, სადღაც ფრთხილობთ, სადღაც ცდილობთ, რომ არ იჩქაროთ, არ აჩქარდებით ამ პერიოდში, შეიძლება აქ სადმე შეხვედრა, ან სუფრა, ან ღონისძიებები, ან მეგობრების წრეში ყოფნა გქონდეთ, ახლობლების გარემოცვაში სიტუაციები გქონდეთ. საკმაოდ ესეთ გამახარებელი პოზიტიური სიტუაცია გიჩნდათ, ასევე გიჩნდათ, რომ რაღაცა მოლოდინები და ამ მოლოდინების იმედის გამართლება, რაღაცა სასიამოვნო სიახლე, შეიძლება რაღაცა ნაბიჯები გადადგათ და შედეგს ელოდებოდეთ და პოზიტიური იყოს ეს შედეგი, იმიტომ რომ აქ გარკვეული წარმატება, გარკვეული შედეგის მიღება გექნებათ, თლიან შედეგებზეა ორიენტირებული ეს კვირა. თუ აქამდე იშრომეთ და უკვე რაღაცები აკეთეთ, კვირა კარგი იქნება, კუთხით რომ კარგ შედეგებს ვიღებთ, თუ არაფერი გიკეთებიათ, დიდად არც არაფერი შეიცვლება, ესე ვიტყოდი, პლუს მინუს რა ენერგიებში წინა კვირას იყავით, მსგავსი სიტუაცია გაგრძელდება. თუ რამე კარგი შედეგის მიღება გინდათ, კარგი იქნება ამისთვის კვირა. ნახოთ რჩევაც თქვენთვის ამ ერთი კვირის განმავლობაში რას გირჩევთ ტარო. რჩევა ესეთია, რომ დრო აქტიურად დაიწყოთ მოძრაობა, მოქმედება, ინიციატივების გამოხატვა, შესაძლებელია საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ, სადღაც ცოტა ხისტები უნდა იყოს, სადღაც ცოტა მიმწოლებით, სადღაც ცოტა მკაცრებით. აქ პრინციპში რჩევა ესეთია, რომ წადითახლისკენ, წადით სიახლეებისკენ, ძველი უკან მოიტოვეთ და ახალ ენერგიებზე კონცენტრირდით. შეიძლება რამე სასიამოვნო საქმე, ჰობიც დაიწყოთ, ვიღაცამ ურთიერთობაში დაიწყოს გარკვეული სიახლეები, ვიღაცამ საქმეში მოძებნა, ან საქმე, ან პირადი, სადაც ყვეიცით, რომ ძველი აღარ მუშაობს და ძველი უნდა გაუშვათ, თლიანად გეუბნევიან, რომ წადით სიახლეებისკენ, აირჩიეთ ის გზა, ის მართლობა, სადაც ის რომ ბედნიერება გელოდებათ, სადაც აღფრთოვანებულები იქნებით, სადაც მოგეწონებათ, სადაც მიგიზიდავთ, სადაც შიგნიდან პეპლებს იგრძნობთ და იცით, რომ ეს რაღაცა კარგი და ახალი იქნება, ის ცადეთ, ის მიმართულება ცადეთ და მნიშვნელოვანია ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ინტერესების დაცვა ისწავლოთ, საკუთარი თავის დაცვა ისწავლოთ, საკუთარი სიტყვის თქმა ისწავლოთ და სადაც საჭირო მკაცრი იყოთ, სადაც საჭირო რბილიც კი იყოთ. კვირის რჩევებიც ესეთია, ბედნიერ წარმატებულ კვირას გისურვებთ. პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მოწეროთ პირად შეტყობინებაში TikTok მაყურებელმა Instagram გვერდზე.